მოგესალმებით. ბათუმის მერია გეგმავს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასის გაზრდას. ახლა ბათუმში მგზავრობა ღირს 30 თეთრი და მერია შესულია საკრებულოში წინადადებით, რომ მგზავრობის ფასი გაიზარდოს 70 თეთრამდე. ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ლელოდან ვაჟა დარჩია მართავს პრესკონფერენციას ბათუმის მერიასთან და მის კომენტარს ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილ ცვლილებაზე, რომ გაზარდოს ტრანსპორტით მგზავრობის საფასური, შემოგთავაზებთ. ლელოს წევრი გენო თებიძეც მასთან ერთად არის. ველოდებით, როდის დაიწყებს ვაჟა განცხადების გაკეთებას. ვაჟა დარჩიას უყურებთ ახლა თქვენ კადრში. მაშინ როცა ქართულ ოცნებას მმართველობის 14 წლის თავზე გაახსენდა გაძვირებული ფასები მარკეტებში, მაშინ როცა ქართული ოცნება ქმნის სხვადასხვა ფასადურ კომისიას, თითქოს თქვენს ჯიბეებზე ზრუნვის მოტივით, ამ დროს ბათუმის მერია და ბათუმის ავტოტრანსპორტი ბათუმელებისთვის 2.5-ჯერ აძვირებს ავტოტრანსპორტით მომსახურებას. ბათუმელებისთვის თითოეული დღე იქნება 2.5-ჯერ მეტი ტვირთი, ვიდრე ეს არის დღეს. ამიტომ წარმოუდგენელია ეს პოლიტიკა იყოს სწორი, ეს პოლიტიკა იყოს ფასებზე თითქოს ორიენტირებული და მოქალაქის ჯიბეზე ორიენტირებული. ავტობუსის სარგებლო საზოგადოების სისფენა, რომელსაც უჭირს, რომლისთვისაც 2.5-ჯერ მეტი გასავალი არის საკმაოდ მძიმე თვირთი და წარმოუდგენელია ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. არგუმენტები თითქოს ბენზინი გაძვირდა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არ არის რენტაბელური, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბოლო 2 წლის განმავლობაში ესეთი რადიკალური ზრდა არ ქონია საწვავს. გარდა ამისა, ეს არგუმენტი არ შეიძლება ჩაითვალოს სწორად, გამომდინარე იქედან, რომ ბათუმში არის ხაზი, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ბენზინს, ეს არის 13 ნომრიანი ავტობუსი, რომელიც არის სრულიად ელექტრო, თუმცა მიუხედავად ამისა, ამაზეც იზრდება ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ის არგუმენტები, რასაც ქართული ოცნება იყენებს, არ არის სწორი, არ არის რენტაბელური და არის მხოლოდ და მხოლოდ გათვლილი იმაზე, რომ მეტი ფული ამოიღოს ბათუმელებში. საკრებულოს ხდომა უნდა გაიმართოს, თქვენ აპირებთ საკრებულოზე რა განცხადების გაკეთებას აპირებთ უბრალოდ. მე კომისიებზეც ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით 2.5-ჯერ მუნიციპალური სერვისის გაძვირება ფაქტობრივად პრაქტიკაშიც კი არ ყოფილა არც ერთი სერვისი მუნიციპალური ამ ფორმით ამდენჯერ არასდროს გაძვირებულა. შესაბამისად, მე ვაპირებ რომ ვისაუბრო ამაზე. გარდა ამისა, მე კომისიებზეც და საკრებულოზეც მექნება კონკრეტული ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით შეიძლება ეს საკითხი მოგვარდეს, მათ შორის როგორ შეიძლება იყოს ჩართული ოპოზიცია, თუმცა კომისიაზეც ვნახე ქართული ოცნების დამოკიდებულება. აი, რა დამოკიდებულება გქონდათ? აი, როგორ ამართლებდნენ 30 თეთრიდან 70 თეთრამდე მგზავრობის თანხის? თავარი ნაწილი არის ის, რომ თითქოს შევიძინეთ ახალი ავტობუსები, თუმცა ეს გამოდის, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაცაირად უნდა წინდეს ბათუმელებს ყოველი ახალი ტრანსპორტის შეძენა, იმიტომ რომ ეს ჩვენ ჯიბეზე თითქოს აისახება. მით უმეტეს ავტობუსი არის საზოგადოებისთვის იმფენისთვის, რომლისთვისაც 2.5-ჯერ და ძალიან მძიმე იქნება. ეს პრაქტიკაში არ არსებობს. არც ერთ დიდ ქალაქში ამ ფორმით ესე სწრაფად, რადიკალურად ამ მასშტაბით ფასები არ გაზრდიდა. როგორი გაიაფება ქართული ოცნების მოტივი, საზოგადოებრივი ხარჯის, ჯიბეების გაიაფება, კარგად ჩანს ამ დამოკიდებულებაში. შესაბამისად, რთულია ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს არის რაღაცა მათი განწყობა. ეს არის ერთგვარი ფორმა იმისა, რომ თუ რაღაცა ფორმით ისინი თითქოს ერთი ჯიბიდან გასავალს შეამცირებენ, ესეც რაღაცა რეპრესიების ხარჯზე, ამ ფორმით ისინი ეხსებიან მოქალაქეებისგან ამის ამოღებას და მე ვამბობ ხოლმე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს ყველაფერს, რასაც არ უნდა აკეთებდეს წესით, არ იცავს ჩვენს საზღვარს, არ იცავს ჩვენს უფლებებს, ხო, სახელმწიფო უფლებებს რეალურად და შედის იქ, სადაც მისი ადგილი არ არის და ერთგვარი განცხადებით და მოწოდებით მინდა მივმართო მამუკა მდინარაძეს, რომ შევიდეს ბათუმის ავტოტრანსპორტში და ნახოს, რატო იმატებს ფასები ბათუმში ავტობუსზე. ეს არის
ეს მართალია არ არის სუსის საქმე, თუმცა სუსი ბოლო დროს დაიჩვია ესეთ განცხადებებით და ესეთ საქმეებს. ბადებზე მინდა გკითხოთ, საკრებულო როდის მსჯელებს და რა ვადაში მოხდება მგზავრობის დღეს გაძვირება. ბათუმის საკრებულოში გაიმართება სხდომა, სადაც ძირითადი საკითხი არის ეს, გარდა ტრადიციული საკითხებისა, რაც არის პაური კოეფიციენტების გაზრდა და ეს საკითხები არ არის, რა თქმა უნდა, თქვენ ელით რომ მიიღებენ, გააძვირებენ რა ტრანსპორტს. თქმა უნდა, გუშინ კომისიის სხდომაზე ღიად ითქვა, რომ ეს არის ერთგვარი ხელის გადაწევის პოზაში ხო ქართული ოცნება. მეტი ვარ, გამდის ვაკეთებ. მადლობა იმისთვის, რომ აქამდე არ გაგვიძვირესო, თუმცა ეხლა რო გაგვიძვირეს, სხვა გზა არ არის. 2.5-ჯერ ზრდა, ანუ ღირს 30 თეთრი და გახდება 70 თეთრი. 140%-ამდე ზრდა არის და ეს ყველაფერი გაძვირდება იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რეალურად ავტოტრანსპორტში თანხას იხდიდა. ის შეღავათები, რაც არსებობდა, ასევე იქნება ჩვენი გადასახდელი და ეს იქნება უკვე 70 თეთრი და არა 30 თეთრი. რეალურად ჩვენთვის იზრდება ტარიფი იმ მიმართულებით, რომ ამ სუბსიდირების ნაწილში ბათუმელები უნდა შევიდნენ თავისი, ასე ვთქვათ, იმ გადასახადით, რომელსაც იხდიან და გარდა ამისა, მათ თითოეული მგზავრობა იქნება 70 თეთრი, რაც რა თქმა უნდა, იმ არგუმენტების გათვალისწინებით, რასაც ამბობენ, რომ თითქოს ეს არის რაღაცნაირად ბენზინზე დამოკიდებული, შეძენაზე ავტოპარკის დამოკიდებული, არ შეესაბამება სიმართლეს და მე წეგანაც აღნიშნე, ბათუმში არის ერთი ელექტროავტობუსის ხაზი, ეს არის 13 ნომერი, თუ ბენზინი არის არგუმენტი, მაშინ 13 ნომრის ღირებულება არ უნდა გაიზარდოს. თუ 13 ნომრის ღირებულება როგორ დაასაბუთეს კომისიაზე გუშინ? აი ეს არის დასაბუთება, თქვენს რომ ჩვენ დიდი ხანია ვინარჩუნებთ ამ ტარიფს და ამაზეც მადლობელი უნდა იყოს თითქოს საზოგადოება, თუმცა მე მქონდა ინიციატივა, რომ შეიძლება გაზრდა იყოს სწორი გზა, თუმცა ამ მასშტაბით თანხის გაზრდა, როცა 2.5-ჯერ მეძე, ფაქტობრივად 150%-ზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება იყოს სწორი, იმიტომ რომ ესეთი პრაქტიკაც არ არსებობს და მესმის რომ შეიძლება 2017 წელთან შედარებით, ვთქვათ, მათივე ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე, ინფლაციის ხარისხი და შემდეგ საკმაოდ მაღალია, თუმცა მათ შორის საზოგადოებრივი განწყობა არის იმაზე, რომ მგზავრობა თუნდაც 50 თეთრი გამხდარიყო მგზავრობა, ამაზე საზოგადოებას მგზავრობა აქვს, თუმცა 70 თეთრი არის საკმაოდ დიდი მარჟა, საკმაოდ დიდი თანხა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოველდღურად სარგებლობს ავტობუსით. იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების ის ფენა, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ ისარგებლოს ტაქსის მომსახურებით, არ აქვს რომ უკეთესი ტრანსპორტით ისარგებლოს, რაღაცა თავის სამსახურში მივიდეს, მოვიდეს, ამიტომ ამ ადამიანებს დააწვევა ეს პირი. ძალიან დიდი მადლობა, ეს ყავაჟა დარჩია, საუბრობდა გაძვირებული ტარიფის შესახებ. უფრო სწორად დღეს იგეგმება, დღეს გაიმართება ბათუმის საკრებულოს სხდომა. ბათუმის საკრებულოში ბათუმის მერია არის ინიციატივით შესული, რომ გაძვირდეს ბათუმში ავტობუსით მგზავრობა. მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება ეს სამარშრუტო ტაქსი ვიცით, რომ ისედაც 70 თეთრი ღირს, ავტობუსი აქამდე ღირდა 30 თეთრი ავტობუსით მგზავრობა და თუ დღეს ბათუმის საკრებულო ბათუმის მერიის ინიციატივას გაითვალისწინებს და დაეთანხმება, მაშინ ყველას, ვინც იმგზავრებს ავტობუსით, გარდა იმ ხალხისა, ვინც სოციალური შეღავათებით სარგებლობს, მოუწევს 70 თეთრის გადახდა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ის მოქალაქეები, რომლებიც ამ დრომდე უფასო პლასტიკური ბარათებით სარგებლობდნენ და ან სხვადასხვა სოციალური შეღავათები იყო მათზე დაწესებული, გაგრძელდება, ისევ იგივე ფორმით მათთვის ისევ უფასო იქნება, ხოლო სხვა შემთხვევაში ნებისმიერ პირს მოუწევს 70 თეთრის გადახდა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ კი ბათუმის საკრებულო, ბათუმის მერიის ამ ინიციატივას დაეთანხმება, თუმცა თუ ბათუმის თვითმმართველობის ისტორიას გადავხედავთ და გავიხსენებთ, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბათუმის მერიას რამე საკითხი შეეტანოს საკრებულოში, მსგავსი საკითხი და იქ ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ მიიღოს ქართული ოცნების საკრებულოს, ქართული ოცნების ბათუმის საკრებულოში უმრავლესობას ქართული ოცნება ფლობს, მხოლოდ 3 ოპოზიციონერი დეპუტატია, ლელო, გახარია საქართველოსთვის და პარტია გირჩის წარმომადგენლები არიან ოპოზიციიდან ბათუმის საკრებულოში წარმოდგენილი. დარჩით ბათუმელებზე მიადევნეთ თვალი, როგორ განვითარდება მოვლენები დღის განმავლობაში. ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბათუმის საკრებულო
ბათუმში ავტობუსით მგზავრობის ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.